დაწესდეს რეალური ადამიანური მართლა ნამდვილი შემწეობები მშობლებზე იმ ფინანსური ხარისხით, რომელიც რეალური შემწეობა იქნება და დაწესდეს საშემოსავლო შეღავათები ყოველი შვილის დაბადებაზე. ხოლო სამშვილიან ოჯახებს ჰქონდეთ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი. ეს იქნება რეალური შეწევნა ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებში და ოჯახს როგორც ინსტიტუტს ფინანსურადაც გააძლიერებს და мотивация იმისა ადამიანებისთვის რომ შექმნან ოჯახები და გაძლიერდნენ იქნება ბევრად დიდი. გასულ წელს საქართველოში დაიბადა 37,000 ბავშვი მხოლოდ. იმავე წელს გარდაიცვალა 44,000 ადამიანი საქართველოში. ანუ 7,000-ით მეტი ერთ წელიწადში გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 60,000 ბავშვი დაიბადა 2014 წელს. ასეთი დრამატული კლება თუ გაგრძელდა, ჩვენ მივიღებთ უბრალოდ მოხუცებულ, მომაკვდავ ერს, რომლიდანაც ახალგაზრდობა მასიურად გაედინება და ამის შემოტრიალება გახდება შეუძლებელი.